Გომორწყვა ზუგდიდიდან შეერო ხალხო. ჩამოვედით ამ არაჩვეულებრივ ქალაქში, დავბინავდით სასტუმრო ლეთოში, რომელსაც რესტორანიც აქვს და დავაგემოვნოთ აუცილებლად აქაურ კერძებს და გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ერთი სიტყვით რო აგიხსნათ, ძალიან კაია რომ ზუგდიდში ვითარდება სარესტორნო და სტუმარმასპინძლობის ბიზნესი და ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამათლებს თავის ვარსკვლავებს თუ არა, მაგას დავტესტავთ ახლა ძალიან მალე. მოკლედ, შევედით, გადავიღეთ და გაჩვენეთ. წავედით. მოკლედ, ჩემო გამომწერებო, ჩვენ ვიყოფებით საპრეზიდენტო ოთახში, სასტუმრო ლეთოში. შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორი არაჩვეულებრივი გარემოა. მიხვდავთ იმისა, რომ არც თუ ისე ბიუჯეტური ოთახი არის, ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს ის, რომ ამ აპარტამენტში ორი საძინებელი არის და შესაბამისად 4 ადამიანი უპრობლემოდ დაეტევა. ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ახალგაზრდა რო მოიდულებს რომ თავგადასავალი ასე ვთქვათ გადახდეს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მისცეს თავისუფლება რომ ეგეთ ოთახში დაისვენოს, იმიტომ რომ სულ სხვა გამოცდილებაა, სულ სხვა შეგრძნება არის. მოკლედ, ყველას გისურვებთ რომ შეძლოთ რაც შეიძლება მეტი საპრეზიდენტო აპარტამენტების აგება თქვენს ცხოვრებაში. ზუგდიდში ვართ, დღეს უკვე მესამე დღეა. რო არ მოგატყუოთ ძალიან ბევრი რესტორანში ვიყავით და გადავწყვიტეთ წასვლის წინ სუბუქად, მაგრამ გემრიელად მივირთვათ ადგილობრივი, მაგრამ ევროპული კერძები. ეხლა ველოდებით კერძებს და წუთი-წუთზე მოვა შეფ ზარეულმა რაც გვირჩია, იმას დავაგემოვნებთ და გვექნება რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს ზუგდიდში, გავსინჯავთ სუშის და გავსინჯავთ ძირითადად ზღვის პროდუქტებს. გავსინჯოთ აბა ზუგდიდში. არის თუ არა საუკეთესო ზღვის პროდუქტები, აბა? ესეც ჩვენი პირველი კერძი, ეს არის ფახიტასი. არომატი აქვს არაჩვეულებრივი, გემოსაც კიდე წუთი-წუთზე გავსინჯავთ. სხვადასხვა ძალიან მომწონს გაფორმება და სერვისი. გემოც იმედია შესაფერისი ექნება. მოკლედ, რითი დავიწყო? ეს არის ერთ-ერთი შეკითხვა, რომელსაც პასუხი მე უნდა გავცე. რაც ყველაზე ახლოს არის, იმით დავიწყებ. ვინც ვერ მიხვდით ეს რა კერძია? ეს არის ქათამი პიკანტურად, ანუ მაყვის соуსში. მოდი ახლა გავსინჯოთ. ზოგადად ქათამი ხელით იჭმევა, რო იცოდეთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ახლა ვიმყოფებით პრემიუმ ხარისხის დაწესებულებაში, ჩვენ შევჭამთ დანა ჩანგლით და გავწამდები და იმედია არ დავისვრი პერანგს. აბა გავსინჯოთ ჩვენი ქათამი მაყვის соуსში. აუ რა კაი არომატი აქვს. ძალიან პიკანტური გემო აქვს. არაჩვეულებრივი არის მაყვის соуსი, რომელიც ერთმანეთს ანაცვლებს ტკბილი და მჟავე და ხოსთან თავსებადობაში რეცეპტორებს მაქსიმალურად ხსნის. შემდეგი კერძი, ჩემო ტკბილო გამომწერებო და მაყურებლებო, ეს არის ფახიტასი. ჯერ არაჟნის გარეშე გავსინჯავ, არ ვიცი სადავრი კერძია ჩემო გიო, მაგრამ ძალიან გემრიელი კია. ცოტათი ცხარეა ჩემთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ სამეგრელოში და აქ ყველაფერი ოდნავ ცხარე უნდა იყოს. ხალხო, მე რომ მეგონა ეს სომხური ლავაში, სინამდვილეში ხო? ცენტრში აქვს შიგთავსად მოცარელა. მე თავიდან სულგუნი მეგონა, ვარ მოგატყოთ მოცარელა და სულგუნი
საკმაოდ გავს ერთმანეთს. შეიძლება დაიწყოთ პროფესორებმა, რომ სად მოცარელა, სად სულგუნიო, მაგრამ ვინც არის ყველის ტექნოლოგი, დაიცის როგორ მზადდება მოცარელა და როგორ მზადდება სულგუნი, მიხვდება თუ რას ვამბობ. აბა, თქვენ გაგიმარჯვოთ. საუწლებაა. გადავედით გუგლებისთვის ყველაზე საყვარელ კერძზე, ეს არის სუში. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კლასიკური ფილადელფია, მას მაინც აქვს რაღაცა სპეციალური, რაღაც დამატებული შეფისგან. ეს არის ჩილი соуსი და მისი საფირმო соуსი, რომელსაც არ გვეუბნება თუ რისგან შედგება. ეხლა ჩვენ გავშინჯავთ და გეტყვით თუ როგორი კმაყოფილები ვართ ამ ასე თქვათ იდეის. აბა სამეგრელოში ცხარე უყვართ ძალიან. აშკარად გავწმუნდი, რომ ჩემი გემოს რეცეპტორები მეგრულ სიცხარეს ვერ უძლებს. აი ხა შეხედეთ, ეს არის ტემპურა და ზევით აქ აშკარად ცხარე წიწაკა. მე ცხარე წიწაკას არ შევჭამ. ესე იგი, ფილადელფია გულახდილად გეტყვით, თბილისში ეგეთი გემრიელი ფილადელფია არ მაქვს დაჭამი. ძირითადად იმიტომ, რომ მაინც და მაინც სუში რესტორნებში არ დავდივარ, მაგრამ სადაც ყოფილ ვარ, აქაური ფილადელფია უფრო მიჩვენე. არ ვიცი რატო, მაგრამ სიმართლე არის ეს. ეხლა ტემპურა. დავშიჟოთ ტემპურა და შევაფასოთ. ეს არის ეგრეთ წოდებული შემწვარი როლი. სუში აშკარად ძალიან გემრიელი იციან ზუგდიდში. მეგობრებო, ეხა პატარა ჭრა უნდა გავაკეთოთ. ჰოპ, და ის მომენტი, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდი პირადად მე. ეს არის ორაგულის სტეიკი ნაღების соуსში, რომელიც გაფორმებული არის ბოსტნეულით და აშკარად ხიზილალით. წითელი, შავი და რატომღაც მწვანე ხიზილალა. პირველად გავიგე მწვანე ხიზილალა. ესე იგი, მოდი მე ჯერ ცალკე ორაგულს გავშინჯავ. შევეცდები, რომ ცალკე ორაგული გავშინჯო. ხალხის აზრი ზოგადად თევზის მოყვარულების ხშირად იყოფა ორ ნაწილად. მცირე ნაწილი ამბობს, რომ თევზს ლიმონი არ უხდება, იმიტომ რომ მის ბუნებრივ გემოს ცოტათი ასე თქვათ აქვეითებს. თუმცა მეორე ნაწილი იძახის, რომ აბალანსებს. პირადად მე ლიმნის გარეშეც მიყვარს და ლიმონითაც მივირთმევ თევზს. ეხლა ლიმნის გარეშე მაინტერესებს უშუალოდ თევზის არომატი რო კარგად შევიგრძნო. მშვენიერია. ეხლა გავშინჯავ ნაღების соуს. ძალიან ლამაზი კერძია. ერთის მხრივ მენანება ამ სილამაზის ჭამა, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მიხარია, რომ ზუგდიდში ამ საღამოს ესე ლამაზად დავასრულებთ და გავემართებით თბილისისკენ. მოდი ახლა соусთან ერთადაც გავშინჯოთ კარგად ოღონდ. თქვენგან აცვალეთ, ჩემო გამომწვევებო და მაყურებლებო. соуსი მოუხდა ძალიან. მე არ მეგონა სიმართლე გითხრათ, რომ ეგრე ძალიან მოუხდებოდა соуსი. მოდი ცოტა იქ რაც მივაყოლოთ. ეხლა კიდე მივირთმევ ადგილობრივ კოქტეილებს, რომელია ნეტა გავიგო. ამ ყველაფერს შესაძლოა ალკოჰოლურ კოქტეილს მივირთმევ, აგერ მარაკუას ლიმონადს გავშინჯავ, შეფის საფირმო. ძალიან პიკანტური გემო აქვს. მოკლედ მეგობრებო, ვისაც გინდათ ევროპაში მოგზაურობა, მაგრამ ფინანსები არ გიწყობთ ხელს, ეწვიოთ 500-სკვლავიან სასტუმროს
ლეთოს. მშვენიერი სასტუმროა, მშვენიერი კერძებია. თან დადიანების სასახლესაც ნახავთ. მოდი ხა ალკოჰოლურ კოქტეილს გავსინჯავ. აუ ეს რა კაი რაღაცა არის. ოჰოჰო. ეს ჩემი არავის არ მიცემ. ეხლა კიდე გადავიდეთ შეფასებაზე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ყველა კერძი არის პრემიუმ კერძი, თავისი ხარისხით და შემადგენლობით. ქათამი პიკანტურად იგივე მაყვის სოუსი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება არის. ამ შემთხვევაში გამართულ 9 ქულას დავუწერ, განსაკუთრებით მომეწონა სერვირება. ხას უსვამ რომ წერ ფასიდან და პორციის ზომიდან და გემონდა გამომდინარე. ფახიტასი, რომლის ეგეთი ინტერპრეტაცია მე არ შემხვედრია, იმსახურებს 9.5 ქულას, იმიტომ რომ მართლა ძალიან გემრიელი იყო. მომეწონა მოცარელას ტოსტი სომხურ ლავაში, სომხური ლავაშის ნაირი ასე თქვათ მიმართულება იყო, ამიტომაც 9.5 ქულას უწერ. რაც შეეხება სუშის, მიუხედავად იმისა, რომ გამაკვირვა, რომ ზუგდიდში არის ეგეთი გემრიელი სუში, 9 ქულაზე მეც ნამდვილად ვერ დავუწერ, იმიტომ რომ მე აზიაში ძალიან ბევრი სუში მაქვს გასინჯული და იმათთან შედარებით სულ ოდნავ ჩამორჩება. რაც შეეხება მთავარ კერძს, რომელიც გარდა იმისა, რომ არის უგემრიელესი, გარდა იმისა, რომ გაფორმებაც არაჩვეულებრივი აქვს, არის უგემრიელესი და ულამაზესი. ამ კერძს მე გამართულ 9.6 ქულას დავუწერ. ერთადერთი რატომაც დავაკლებ, ცოტათი მე მგონია არც თუ ისე ბიუჯეტური კერძია, მაგრამ ვისაც ფინანსები ხელს გიწყობთ, დამიჯერეთ ამ სასტუმროში, თუ გაჩერდებით და იმედია გაჩერდებით, აუცილებლად მიირთვით ეს სტეიკი. მე ვიყავი ალექსანდრე, მშიერი კაცი და აცი შეხვდებით უკვე სხვა გადაცემებში. დროებით.